სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 8 ოქტომბერს და ძველი კალენდრით, საეკლესიო კალენდრით 25 სექტემბერს აღნიშნავს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი საქართველოს კათოლიკოსის არსენ დიდის ხსენებას. ჯერ თვითონ სახელიდან ჩანს, რადგან მას ქართულმა ეკლესიამ დიდი უწოდა, მისი ღვაწლი ნამდვილად უდიდესია ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. არსენ კათოლიკოსი მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელის დროს, აღესრულა 887 წელს. ერთხელ, როდესაც ხანძთელი მამები ქრისტეფორე და თეოდორე ხანძთიდან აფხაზეთისკენ გაეშურნენ, რათა იქაც ენახათ სამონასტრო ადგილები, სამცხეში შეხვდნენ დიდარ აზნაურს, თავად მირიანს. მირიანმა მიიპატიჟა ისინი სახლში წმინდა მამები, დაალოცინა შვილები და რო დაინახა ღვთაებრივი ნათელი ამ ადამიანებისა, მათი ღვთივსათნო ცხოვრების წესი და მიხვდა, რომ ნამდვილად დიდი წმინდანები იყვნენ ეს ადამიანები და ღვთის წინაშე დიდი წმინდანები იყვნენ, თავისი უმცროსი შვილი არსენი გაატანა მათ და უთხრა, რომ აი თქვენთვის ჩამებარებე და თქვენ გაზარდეთ. აი როგორი წინაპრები ყავდა და როგორ უყვარდათ მათ ეკლესია. გაჭირვების გამო კი არ ატანს შვილს მონასტერში. თავადიო, უმდიდრესი კაცია და ფიქრობს, რომ მისი შვილი სულიერად ისეთივე გახდეს, როგორც ეს წმინდა მამები არიან და მათ აძლევს საკუთარ შვილს. მამები წაიყვანეს არსენი, მასთან ერთად შეგვიძლია წაიყვანეს ეფრემ მაწყვერელის შემდგომში მაწყვერის ეპისკოპოსი, ასევე წმინდა მამა ქართული ეკლესიისა, ნახეს აფხაზეთი და როდესაც დაბრუნდნენ ხანძთაში, მონასტერში, იქ ძმებმა დაიწყეს დრტვინვა და გაბრაზდნენ, როდესაც ბავშვები იხილეს, რადგან საეკლესიო ტიპიკონით მონასტერში ბავშვების ყოლა არ შეიძლება. სხვადასხვა მიზეზები არის ბავშვების ყოლის, რატო არ შეიძლება და რატო გზალავდნენ მონასტრები ბავშვების ყოლას. მაგრამ გრიგოლ ხანძთელი ჩაერია და ძმებს პირდაპირ უთხრა, რომ ეს არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მეტი ესეთი რამე აღარ მოხდება. მე ეს ღმერთმა მითხრა, რომ ეს ბავშვები აქ უნდა იყვნენ და ისინი საქართველოს მომავალი ეკლესიის დიდი მსახურები იქნებიან. ეს ლაპარაკი იყო არსენ კათოლიკოსზე და ეფრემ მაწყვერელზე. წარმოიდგინეთ, გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ ღმერთს ელაპარაკება. ღმერთმა მითხრა, აკეთებენ ეს. როგორი წმინდანები იყვნენ, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა პირდაპირ. როდესაც და მართლაც ეს სულიერი ძმები არსენი და ეფრემი ერთად იზრდებოდნენ და როდესაც წამოიზარდნენ არსენის მამა მირიანმა თავადების საერო ხალხის დახმარებით და სამი ეპისკოპოსის კურთხევით მისი შვილი არსენი აკურთხეს კათოლიკოსად, რაც იყო სხვა ეპისკოპოსებს არ კითხეს, რაც იყო მკაცრი დარღვევა საეკლესიო წესებს. ესეთი რამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა და ამის გამო შეიკრიბა კრება საეკლესიო, ამ კრებას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები, თუ არ ვცდები 30-მდე ეპისკოპოსი და ამ კრებაზე უნდა გაასამართლონ არსენი, გადააყენონ ეპისკოპოსები და მკაცრად დასაჯონ. ესეთია სულის კანონით სასჯელი. მაგრამ ელოდებიან გრიგოლ ხანძთელს, რომელსაც უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა და როდესაც გამოჩნდა წმინდა გრიგოლი, ცხოვრებაში წერია, რომ შარავანდედი ედგა, აი როგორც წმინდანებს ხატებზე შარავანდედი აქვს, აი ესე მოყვებოდა ღვთის ნათელი და შარავანდედი. გრიგოლის გამოჩენისთანავე მთელი ეპისკოპოსები ფეხზე ადგედა, როცა კურთხევას იღებდნენ მისგან. წარმოიდგინეთ, რამხელა წმინდანი იყო. თვითონ ის იყო უბრალო მღვდელი, არქიმანდრიტი იყო. მაგრამ იყო მამა მთელი კლარჯეთის მონასტრების და სულიერი მოძღვარი. როდესაც დაიწყო კრება და დააყენეს არსენის არასწორი კათოლიკოსობის საკითხი,
უკვე მისი გადაყენება გადაწყვიტეს და ყველაზე მკაცრად ამას ითხოვდა მისი სულიერი ძმა ეფრემ მაწყვერელი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად გაზრდილები იყვნენ, საეკლესიო წესები და რჯულის კანონი პირველ ადგილზე იყო ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში და ისინი ყველაზე წინ აყენებდნენ ამას. ღვთის წინაშე სწორად მოქცევის საკითხს. გრიგოლ ხანძთელმა, როდესაც სიტყვას ამბობდა, პირდაპირ მემართა და უთხრა: მართალია კანონი დაირღვა, მაგრამ მე ღმერთმა მითხრა, რომ არსენი უნდა იყოს კათოლიკოსი და იგი იქნება მომავალი ბურჯი მთელი საქართველოს ეკლესიისა. აქ კიდე რაღაცა წინააღმდეგობა გაუწია ეფრემ მაწყვერელმა და შემდეგ აქ უკვე გრიგოლ ხანძთელი მკაცრად ეუბნება: თუ ჩემ სიტყვას არ დაიჯერებთ, მე თქვენი მამა აღარ ვიქნები და ჩემთან აღარ მოხვიდეთ არაფერს. სულიერად შევისასახებთ. თელიკრება დაემორჩილა წმინდა გრიგოლ ხანძთელის ამ სიტყვას და არსენი საქართველოს კათოლიკოსად დატოვეს. იგი მცხეთის სვეტიცხოველში მსახურობდა და იყო ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი საქართველოს ეკლესიისა. მან 27 წლის განმავლობაში სციდა იგი საქართველოს საკათოლიკოსო ტახტს და შვიდობით შეჰვედრა თავის სული უფალს. მას აქვს დაწერილი მრავალი საეკლესიო ნაწარმოები. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ეს არის ნაშრომი განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა. ანუ ნაშრომი არის ფუნდამენტური, ისტორიული და აქ აღწერილია თუ რა არის მართლმადიდებლობა, რა არის მონოფიზიტობა და რატო გაიყო ქართული და სომხური ეკლესიები. ეხლა რა არის მონოფიზიტობა? ანუ სარწმუნოება, რომელსაც ჩვენი მეზობელი სომხები მისდევენ. მონოფიზიტობა წარმოიშვა კონსტანტინოპოლში. მისი დამაარსებელი იყო არქიმანდრიტი ევტიხი. თვითონ სიტყვა მონოფიზიტობიდან ჩანს, მონო ნიშნავს ერთს. ანუ მონოფიზიტები ევტიხის თავმადობით იესო ქრისტეში აღიარებდნენ ერთ ბუნებას. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ დიოფიზიტები, დიო ნიშნავს ორს. ანუ მართლმადიდებლები ვიძახით, რომ იესო ქრისტეს აქვს ორი ბუნება, ღვთაებრივი და კაცობრივი. ანუ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი. ის არის ღმერთ კაცი, ორივე ერთად. განკაცებისას, დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტეს ჰქონდა ღვთაებრივი და კაცური ბუნება. ერთად შეურევლად, შეურწყვლად და განუყოფლად. ქრისტე არის ძე ღვთისა, ანუ ჭეშმარიტი ღმერთი და არის ძე კაცის, ანუ ჭეშმარიტი კაცი. ორივე სიტყვით მოიხსენება ის წმინდა წერილში. როგორც დედამიწაზე მყოფი ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. ორი ნაწილისაგან, სული ცალკეა, ხორცი ცალკეა, მაგრამ ისე ეს რომ სული და ხორცი ერთმანეთში არ ირევა და არც განიყოფა. თუ გაეყო სული და ხორცი, კაცი მოკვდება და ცოცხალ ადამიანში სული და ხორცი არის ერთად, ოღონდ შეურევლად. ცალკეა სული, ცალკეა ხორცი. ერთ სხეულში. აი ესევ იესო ქრისტე იყო ღმერთ კაცი. როდესაც იესო ქრისტე სახარებაში წერილ ჭამდა საჭმელს, მოსწყურდა და დალია წყალი. დაიღალა და ჩაეძინა ნავში, გახსოვთ. როდესაც მისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა, ტიროდა ქრისტე. ქრისტე ლოცულობს, იძახის მამა ჩემზე დიდია. ეს არის კაცური ბუნებისათვის დამახასიათებელი თვისებები და აქედან ჩანს იესო ქრისტეს კაცური ბუნება. სხვა დროს ქრისტე იძახის, მე და მამა ერთნი ვართ, ვინც მე მიხილა, მამა იხილა, თავის თავს პირდაპირ აცხადებს ღმერთად. ებრაელები ეუბნებიან, რაისათვის ქრისტე ეკითხება, რაისათვის მდევნით მეო, კეთილი საქმეებისთვისო? და ურიები ეუბნებიან, კეთილი საქმეებისათვის კი არ გდევნითო, ღვთისგმობისათვის გდევნითო. რამე თუ კაცი ხარ და გიყოფიე შენი თავი ღმერთო, ანუ იესო ქრისტე თავის თავს აცხადებდა ღმერთად. რადგანაც ის ნამდვილად ღმერთი იყო. სახარებაში წერია, რომ იესო ქრისტე კურნავს ავადმყოფებს, თვალებს უხებს დაბადებიდან ბრმებს, დაკრუჩხულები იწყებენ სიარულს, მკელობლები, კეთრონები განიწმინდებიან ქრისტეს ერთი სიტყვით. იესო ქრისტე პატიებს ცოდვებს, რაც მხოლოდ ღმერთს აქვს, რის უფლებს მხოლოდ ღმერთს აქვს. და ქრისტე აცოცხლებს კუტრებს. აი ჩვენ მღვდელთა როდესაც მოდის კაცი, მღვდელი როდესაც ცოდვებს შეუნდობს, ლოცვებში როდესაც ღმერთი ოლარს გადააფარებს, მღვდელი მიმართავს ღმერთს და ეუბნება, უფალო,
როგორც შენ ვაპატიო როგორც პეტრესო აპატიო ასევე გეოდრები ამას აპატიო ანუ აღსარების დროს ღმერთი მღვდელი ღმერთს მიმართავს და იესო ქრისტე პირდაპირ საკუთარი ძალებით შეუმთავრდა აქედან ჩანს რომ პირდაპირ ღმერთია ის ერთ ადგილში სახარებაში ერთი ეპიზოდია სადაც მაცხოვარი ეუბნება მის წინ მდგომ ადამიანებს არავინ ასულა ზეცაში გარდა ზეციდან ჩამოსული ძეკაცისაო რომელიც ამავე დროს ზეცაში არის ან ნახეთ რა შეება იესო ქრისტე დგას და ეუბნება ადამიანებს მე აქ ვარ მაგრამ ამავე დროს ვარ ზეცაში ერთდროულად ყველგან ყოფნა ვის შეუძლია მხოლოდ ღმერთს მეუფეო ზეცათა უნუგეშირის ცემელო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენით ანუ ყველგან ყოფნის საშუალება მხოლოდ ღმერთსა უფლება ანგელოზები და ნებისმიერი სხვა არსებები ერთ წამს რო არიან აქ მეორე წამს არიან შეიძლება დროში სივრცეში შეზღუდულები არ არიან ანგელოზები მაგრამ ერთდროულად ყველგან ყოფნა ანგელოზს არ შეუძლია ღმერთს ერთდროულად შეუძლია ყველგან ყოფნა და ზუსტად ამას იძახის ქრისტე როდესაც ეუბნება ებრაელებს ურიებს როდესაც მიმართავს მართლმადიდებლური მონოფიზიტური სწავლებით ანუ ეს არის მართლმადიდებლური სწავლება ეხლა მონოფიზიტები რას იძახიან მონოფიზიტები იძახიან რომ იესო ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი ღვთაებრივი ბუნება ნათლისღების შემდეგ კაცურმა ბუნებამ მთლიანად შთანთქა ღვთაებრივი ბუნება ესეთი მაგალითიც მოყავთ როგორც ერთი კოვზი წყნარი წყალიო ზღვაშიო მლაშე წყალშიო გაიხსნებაო და აღარ არისო აი ესევე კაცური ბუნება მთლიანად შთანთქა ღვთაებრივმაო და ქრისტე არის მარტო ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ანუ მარტო ღმერთი არის მასში კაცური არაფერი აღარ არის ესენი იძახიან ქრისტეს აქვს ერთი ღვთაებრივი ბუნება და ამიტომ მათ ქვიათ მონოფიზიტები მონო ნიშნავს ერთს ჩვენ თუ მონოფიზიტურ სწავლებას გავყვებით თუ კი ქრისტეს მარტო ერთი ბუნება აქვს სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ჭამდა შეიძლება ღმერთმა საჭმელი ჭამოს იესო ქრისტეს მოსწყურდა და დალია წყალი შეიძლება ღმერთს წყალი და მოსწყურდეს და წყალი დალიოს ქრისტე დაიღალა და ჩაეძინა ნავში შეიძლება ღმერთმა დაიძინოს იესო ქრისტე ტიროდა როდესაც მისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა შეიძლება ღმერთმა იტიროს ეს ხო წარმართული პანთეონისთვის დამახასიათებელი კერპებისათვის დამახასიათებელი ქმედებები ესე არის ხო ძველ აღთქმაში იმაში უпростоრეთ წარმართულ პანთეონში ბერძენთა და რომაელთა განა ესეთ ქმედებებს არ დასინოდა ილია წინასწარმეტყველი როდესაც ეუბნება ბაალის მსახურებს ეტყობა ძინავს თქვენ ღმერთს ხმამაღლა ეყვირეთ რომ გაიღვიძოსო გახსოვთ ძველ აღთქმაში ეს ეპიზოდი მაშინ გამოდის რომ იესო ქრისტეს თუ ის ღმერთი იყო ესენი არ ჭირდებოდა და ამას ტყუილად იმისისებდა ესე იგი მათ ყო არ ყოფილა ქრისტე არ ეძინებოდა და ვითომ ეძინებოდა არ შიოდა და ვითომ ჭამდა ყველაზე მთავარად მონოფიზიტური სწავლებით იესო ქრისტე როდესაც შეიპყრეს ის გაშოლტეს ცემეს მიამშვალეს ხელფეხი დაუხრიტეს მონოფიზიტური სწავლებით თუ კი ის ღმერთი იყო ხარ შეიძლება ღმერთს ეთკინოს რამე შეიძლება ღმერთს ვინმე მოერიოს ან შეიძლება ღმერთს რამე ეთკინოს და ყველაზე მთავარი ქრისტე ჯვარზე მოკვდა მონოფიზიტური სწავლებით მოკვდა ღმერთი ესე იგი 3 დღის განმავლობაში როცა ქრისტე საფლავში იდო პარასკევი შაბათი კვირა ზეცაში სამება კი არ იყო ორება ყოფილა ერთი მკვდარია ჩვენ მართლმადიდებლები ვიძახით რომ იესო ქრისტე ებნო კაცური ბუნებით დაითმინა ნერწყვება ცემა ყრმის ცემა სამშვალები შეურაცხყოფა და სიკვდილი კაცური ბუნებით ის ქრისტე ებნო კაცური ბუნებით ღვთაებრივად ის იყო უნებელი შემთხვევით არ მომიყვანი ის მაგალითი მაცხოვრე რო ეუბნება მე ხა თქვენთან ვარ მაგრამ ამავე დროს ზეცაში ვარო ქრისტე ჯვარზე დაკიდებული იყო კაცურად კაცური ბუნებით უпростоრეთ როგორც ღმერთი ღვთაებრივი ბუნებით ის იყო უნებელი მონოფიზიტური სწავლებით კიდე გამოდის ქრისტე ყოფილა მათყუარი არც ცემატკენია არც სამშვალები თავი მოიმკვდარუნა ან თუ მოკვდა მით უარესი ორება ყოფილა აქედან გამომდინარე მთელი მონოფიზიტური სწავლება ეს არის ღვთისგმობა შეურაცხყოფა და კრახელობა ამის გამო
451 წელს ქალაქ კალკედონში, ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, მაშინდელი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში იყო. შეიკრიბა მეოთხე მსოფლიო კრება. ამ კრებაზე მოიწვიეს ამ კრებას ესწრებოდა 630 წმინდა ღმერთშემოსილი მამა. ასევე ესწრებოდნენ მონოფიზიტი მწვალებლები. და კრებაზე შეაჩვენეს მონოფიზიტობა, ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც მისდევდა სწავლებას, რომ ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი ბუნება, ღვთაებრები. შეაჩვენეს და ანათემას გადასცეს. მაგრამ მანამდე 459 წელს ქალაქ ეფესოში თვითონ მონოფიზიტებმა მოიწვიეს კრება ცალმხრივად. ამ კრებას მარტო მონოფიზიტები ესწრებოდნენ და მართლმადიდებელთაგან ესწრებოდა ერთადერთი პიროვნება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფლავიანე. როდესაც ამ კრებას ქვია ავაზაკთა კრება, ჯერ ერთი ეს მსოფლიო კრებად არ იწოდება, იმიტომ რომ მსოფლიო კრება და მხოლოდ ის კრება იწოდება, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად დასწრება. ყველას შეუძლია სიტყვით გამოსვლა. ნებისმიერ ადამიანს მართალია კენჭისყრაში მონაწილეობას მარტო ეპისკოპოსები და კრების წევრები იღებდნენ, მაგრამ სიტყვით გამოსვლა, სიტყვის წარმოქმნილობა ყველას ჰქონდა. ეფესოს მონოფიზიტების მიერ მოწვეულ ეფესოს ავაზაკთა კრებად წოდებულ კრებაზე ყველა შესვლის უფლება არ ქონდა, საშვებით უშვებდნენ იქ ადამიანებს სპეციალური საშვებით და ერთადერთი კაცი, ვინც ესწრებოდა მართლმადიდებლებიდან, მცირე გამონაკლისები იყვნენ კიდე, იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფლავიანე. როდესაც წმინდა პატრიარქი ადგა და მონოფიზიტებს დაუწყო მხილება ამ კრებაზე, არ შეეშინდა და პირდაპირ ამხელდა, მონოფიზიტმა ეპისკოპოსებმა ფეხქვეშ გაიგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ცემით მოკლეს. ისე ცემეს ციხლებით, რომ მოკლეს მართლმადიდებელი პატრიარქი ფლავიანე. ამ ნაცემების შედეგად გარდაიცვალა. და წერია სუფურთხებში იყო სავსე. ამიტომაც ქვია ეფესოს კრებას მონოფიზიტთა მოწვეულს ავაზაკთა კრება. მართლმადიდებლობაში მსგავსი რამე არასოდეს არ ყოფილა. თუ მართლმადიდებლობის სული ესეთი არ არის. რომ ძალადობა ეს არის დამახასიათებელი კათოლიკებისთვის ინკვიზიციის სახით და მონოფიზიტებმა რაცნეს ნახეთ. იგივე საკეთებდნენ არიანელები, როცა ხოცავდნენ მართლმადიდებლებს. ჩვენთვის ეს არის უცხო ძალადობა. თუმცა დღეს ისე წარმოაჩენენ თითქოს ყველა დიდი მოძალადები მართლმადიდებლები იყვნენ. ესე იგი ამის შემდეგ მონოფიზიტობა შეჩვენებული იქნა და მონოფიზიტები ეკლესიიდან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. ანუ აქედან მოყოლებული ყველა ადამიანი, ვინც მონოფიზიტი არის, მოკრებული ქრისტეს ეკლესიის წევრი აღარ არის. და თუ იკრიბებიან ქრისტეს სახელით და ეკლესიას უწოდებენ თავის თავს, მეოთხე მსოფლიო ცრუ კრებას, ეფესოს კრებას, ავაზაკთა კრება ერქვა ეკლესიის ისტორიაში. ამის შემდეგ ნახეთ რა მოხდა. ეხლა როგორ გავრცელდა მონოფიზიტობა სასულხეთში, კერძოდ კავკასიაში, კერძოდ სასულხეთში. თქვენ იცით რომ ხო ამის შემდეგ მონოფიზიტობა მაინც დაიწყო გავრცელება, იქ აფრიკაშიც გავრცელდა, პალესტინაშიც იყო, რაღაცა პერიოდი იერუსალიმის საპატრიარქოს მონოფიზიტური იყო. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მონოფიზიტობას ფეხი არ მოუკიდა, იყო საქართველო. მე ვფიქრობ, ეს არის დიდი ღვთისწყალობა, ღვთისმშობლის წყალობა და ჩვენი დიდი წმინდანების თავდადება და მათი ლოცვები და მათი ღვაწლით მოხდა და ღვთისმშობლის კურთხევით, რომ ეს არ მოხდა ჩვენ ქვეყანაში. მონოფიზიტობა გავრცელდა ირანშიც. მართალია ირანი იყო მაზდიანური ქვეყანა, ზარასუსტრას რელიგიის, ზოროასტრიზმის მიმდევარი. თაყვანსემდნენ თვარეს, ვარსკვლავებს, ცეცხლს, აი დაახლოებით ქურთებს რა რელიგიაც აქვთ, ეხლა იეზიდებს, აი ის მიმდევრები იყვნენ, ძირითადად ირანის მოსახლეობა, ოდნავ განსხვავებული ქონდათ რაღაცები, თუმცა მოსახლეობის ნაწილი დაახლოებით მეოთხედი, მესამედი იყო ქრისტიანი, ოღონდ მონოფიზიტი ქრისტიანი. ირანსა და ბიზანტიის იმპერიას შორის მიმდინარეობდა გამუდმებული ომი. ამ ომში კავკასიის ქვეყნები ვის მხარესაც დაიჭერდნენ, ის ქვეყანა იყო გამარჯვებული. დღესაც ესე არ არის, კავკასიაზე მიდის ომი. მთელი მსოფლიო ჭიდაობს, ორად გაყოფილი მსოფლიო, კავკასია ერთის იყოს თუ მეორეს. ყოველთვის ესე. მე-6 საუკუნეში ირანმა დაიპყრო მთელი საქართველო, მთელი კავკასია.
სასომხეთი, საქართველო და ალბანეთი. მე მინდა გითხრათ, რომ ალბანეთი იყო სახელმწიფო, რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ეს იყო თვითმყოფადი ერი. ამ ერს ჰქონდა საკუთარი ენა, საკუთარი დამწერლობა, დამოუკიდებელი ეკლესია, ანბანი საკუთარი. აი სამივე ქვეყანა დაიპყრო და პირველი რაც ირანის ბრძანებელმა გააკეთა, მოსთხოვა კავკასიის სამივე სახელმწიფოს რჯულის გამოსვლა. რადგანაც უწყოდა, რომ თუ რჯულს გამოაცვლებდა კავკასიის ქვეყნებს, ბიზანტიასთან ბრძოლაში ისინი დაიჭერდნენ ირანის ხარეს. ამაზე სამივე ქვეყანა მოარი უთხრა და პირდაპირ უთხრეს, რომ ამით არაფერი არ გამოუვიდოდა, ელიქით ხალხი გაღიზიანდებოდა, პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდოდა და ამას დიდი წინააღმდეგობა მოყოლოდა, ფაქტიურად კავკასიას ვერ აიღებდა. მაშინ ირანელებმა შეცვალეს ტაქტიკა და თქვეს, რომ კარგით, მაშინ თუ რჯულს არ გამოიცვლით, დარჩით ქრისტიანებად, ოღონდ ისეთ ქრისტიანებად, როგორებიც ავართ ჩვენ ირანში, ანუ მონოფიზიტებად. ქართველებმა პირდაპირ უთხრეს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ მწვალებლობას არ მივიღებთ. ჩვენთვის სულ ერთია, გინა მწვალებლობა მიიღეთ და ისე დაიღუპო და ისე წახვიდე ჯოჯოხეთში, გინა კერპთაყვანისმელი გახდეთ, ისე წახვიდე ჯოჯოხეთში. რა მნიშვნელობა აქვს? რითი მოიკლავ თავს, საწამლოს დალუთ თუ ენებს გადაიჭრე. ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა ესეთი ქრისტიანული პასუხი გასცეს. ალბანელებმა და სომხებმა თქვეს, რომ ჩვენ მოვიფიქრებთ. აი ეს დაშვება, რომ მოვიფიქრებთ, ანუ დავიწყებთ მსჯელობას უღალატოთ თუ არა ქრისტეს, უკვე იყო შეცდომა. მივიდნენ სომხებს ყავდათ პატრიარქი აბრაამი, მივიდნენ აბრაამთან და უთხრეს, რომ აი გვემუქრებიან ირანელები, გვეუბნებიან, რომ საერთოდ გადაგბუგავენ, გადაგვაჯიშებენ, გაგვანადგურებენ, თუ არ შევიცვლით სარწმუნოებას. და ქალკედონის კრებიდან თუ არ გადავალთ, თუ არ გავხდებით ანტიქალკედონისტები. მათმა პატრიარქმა აბრაამმა თქვა, მე ვიღებ ჩემ თავზე და ჩვენ ეს გავაკეთოთ. ეს იყო მეორე შეცდომა. მართლმადიდებლობა ეს არის კრებსითელი რელიგია. აი დღესაც რასაც ესენი დემოკრატიას ეძახიან და მართლობას და თანაბარ მართლობას, აი ეს ყველაფერი დევს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მართლმადიდებლობაში ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლის, ვერ დიაკვანი, ვერ მღვდელი, ვერც ეპისკოპოსი, ვერც პატრიარქი. მართლმადიდებლობა ეთანხმება იმ კანონებს, რომელიც სოფლიო კრებებზე მამებმა კრებსითად მიიღეს და თუ კი ეკლესიაში ადგილობრივი კრება გაიმართება, აქაც ყველაფერი კრებაზე წყდება. ერთი პიროვნება ვერაფერს ვერ წვითავს. აქ კი ნახეთ აბრაამი რაც იძახის, მე შევცვლი, ანუ პაპისტური ერთპიროვნული მართლობის ელემენტები გამოჩნდა და სწორედ ამან დაღუპა სომხეთის ეკლესია. ამ დროს საქართველოში იყო კირიონ კათალიკოსი, კირიონ პირველი და არის წერილები, როდესაც კირიონი პირდაპირ საყვედურობს სომხებს და საყვედურობს მათ რჯულის ღალატში, ქრისტეს ღალატში და ეუბნება ამიერიდან ჩვენ შორის საერთო არაფერი აღარ არის. ერთადერთი თუ შეიძლება მე მოხდეს სომხეთშიო, მანამდე ქართველები ჩავდიოდნენ, ერთად ლოცულობდნენ, სომხები ჩამოდიოდნენ. მართლმადიდებლები ვიყავით, ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით. და ამის შემდეგ კირიონის წერილია და ეუბნება ერთადერთი იერუსალემში თუ ჩავალ მოსალოცად შეიძლება მაშინ გავიაროთ ქვეყანას. ძალიან ესეთი მკაცრი და ქრისტიანული თან სიყვარულიც ადევს, თან სიმკაცრეც ადევს, თან შეგონებას დევს ამ კირიონ პირველის ამ წერილში. აი ესე გახდნენ სომხები მონოფიზიტები და ეს მოხდა დვინის მეორე კრებაზე მე-7 საუკუნის დასაწყისში 603 წლებში. აი აქედან მოყოლებული სომხურ ეკლესია ჩამოცილდა ქრისტეს მადლს და უმადლო საკრებულოდ იქცა. და ნახეთ რა საინტერესო რამე მოხდა. როდესაც სამივე ქვეყანას ულტიმატუმი წაუყენეს. სპარსელებმა და უთხრეს არ ჯური ქრისტე და ჭეშმარიტება ან ამასოფლის დროებითი სიმშვიდე და სიტყვება. როდესაც ალბანელებმა და სომხებმა დროებითი არჩიეს და ქრისტეს რჯულს უღალატეს, ზუსტად ესე შეიძლება ამ შეფასება. სხვა სიტყვას მე ვერ პოულობ. ხოლო ქართველებმა თქვეს, რომ არა, ჩვენ ერთგული დავჩებით ქრისტესი. აი ამ დროიდან დაიწყო დაკნინება ალბანეთის სამეფოსი და სასომხეთის სამეფოსი და მე მინდა გითხრათ, რომ ალბანეთი აღიგავა მიწისაგან პირისა, დღეს ეს ხალხი საერთოდ აღარ არსებობს. აი ხო ერთი და იგივე პირობებში ვიყავით ჩვენც, სომხებიც ალბანელები. ალბანელები საერთოდ აღარ არსებობენ.
მათი ენა მკვდარი ენაა და მეცნიერებს დიდი ღვაწლი ჭირდებათ. ზაზა ალექსიძე ერთ-ერთი რამოდენიმე არიან სულ და ვინც კითხულობს ალბანურ ნაწერებს. გაქრა ეს ხალხი საერთოდ წარმოიდგინეთ ქრისტეს ღალატის გულის, ისე როგორც ლათინები გაქრენ. ღვთის ღალატის გულის, ვინც კათოლიკობა მიიღეს ლათინური ეკლესია, ლათინები აღარ არსებობენ ეს ხალხი. მარტო სამედიცინო იმაში მოიხმარება ლათინური ენა. სომხებმა კიდე მე-11 საუკუნის შემდეგ სომხეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა. სომხების ბოლო მეფე იყო გაგიკი, ლორეტაშილის სამეფოს მართველი. ეს სამეფო იყო დაახლოებით მცხეთის რაიონის ხელი. 1054-59 წელს ზუსტად აღარ მახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ამ სამეფომ არსებობა შეწყვიტა. საქართველოს ზუსტად აქედან დაიწყო აყვავება საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მაშინ გამოჩნდნენ ბაგრატიონები, მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება სამეფო ბირთვის, ტაო-კლარჯეთში, გაძლიერდა ყველაფერი გაერთიანდა საქართველო და ოქროს ხანით დაგვირგვინდა ეს ყველაფერი. ანუ როდესაც აღარც ალბანეთი იყო და რაღაც სასუხეთის სამეფო, მაშინ საქართველო ყვაოდა. მე ვფიქრობ ეს იყო საჩუქარი ღვთისაგან იმ ერთგულებისათვის და თავდადებისათვის, რაც ჩვენმა წინაპრებმა მაშინ გააკეთეს. და ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს. იმიტომ რომ ესეთი მომენტები მრავალი იყო ჩვენს ქვეყანაში შემთხვევაში და ხშირად არასწორი გადაწყვეტილებები მიუღია ჩვენებს, როდესაც მეფეები ხან მუსულმანობას იღებდნენ, ხან რაღაცას ფიქრობდნენ დროებით მოდი მივიღოთ მუსულმანობა და იქნებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი იყოს და ეს რითი თავდებოდა იცით? როსტომ ხანებით, შაჰნავაზებით, ნაზარ ალი ხანებით. ეს არის შავი პერიოდი, მე-16 საუკუნის, მე-17-18 საუკუნის საქართველოსი ლაპარაკი. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რატო ვსაუბრობთ ამაზე ანალიზს უნდა ვატარებთ და ვიცოდეთ, ჭეშმარიტების ღალატი და ქრისტეს ღალატი ქვეყანას ანგრევს და სპობს ერებს, ანადგურებს საერთოდ. ეხლა ერთი საინტერესო ეპიზოდი მინდა კიდე. მონოფიზიტობის მქადაგებლად სასუხეთში გამოჩნდა ესეთი პეტროს კატრველი. ეს იყო მონოფიზიტი, წარმოშობით კონსტანტინოპოლიდან, შემდეგ იგი გახდა ანტიოხიის პატრიარქი. შემდეგ ანტიოქელებმა იგი განდევნეს თავისი სახლიდან, გადმოიხვეწა სასუხეთში, დაასახლა და დაიწყო თავის წვალებლობის მონოფიზიტობის ქადაგება და ნიადაგიც ნახა საკმაო. და პირდაპირ აღწერილია როგორ დადიოდას, წვერს ოქროს ფრათიხებავდა და რაღაც ძელი შესამოსელი ეცვა და ხელზე კი არ ემთხვეოდა ხალხი, ანაფორის ბოლოებზე ემთხვეოდა. რაღაც მე წაიკითხავ პირდაპირ გაგეცილებ ისეთი ამპარტავნარი კაცი იყო ეთყობა. ბუნებრივია მისი სწავლებიდან გამომდინარე ესეთი იქნებოდა და მას ყავდა ერთი ძაღლი ალაჯა. და ეს ძაღლიო წერია გრძნეული იყო, ეშმოკეული ძაღლი იყო რა. აი რო ეთყოდა პატრონი წადი ეხლა ეკო გააგზავნე სადღაც და იქიდან მოხვდა რაღაცები. რაღაც არაბუნებრივი ძაღლიო. და ერთხელაც მართლმადიდებელმა ეს ძაღლი მოკლეს, ქვები ჩაქოლეს და ხევში გადააგდეს და ქვები მიაყარეს. და ძაღლი რო არ გაბრუნდა, ეს პეტროს კატრველი ძალიან გაბრასდა რა. ჯერ შეშფოთდა, ანერვიულდა. და მერე გამოაცხადა თელ სასუხეთში მარხვა ერთკვირიანი და თქვა ვიმარხულოთო, რომ გავიგოთ ეს ძაღლი სად არის. და დაიწყეს მარხვა და ერთი კვირის შემდეგ ნუ ეშმაკი ეუბნება პირდაპირ ეს ძაღლი არის ამ ადამ ხევში, ჩავიდნენ მართლაც ნახეს ეს ძაღლი. და აქედან მოყოლებული ყოველთვის მარხულობენ სომხები ერთი კვირა და ამას ქვია ალაჯარის მარხვა. ეს მარხვა ემთხვევა სუბსარქისი როცა აქვს სომხებს მაშინ. ძაღლისთვის მარხულობენ წარმოიდგინეთ. ეხლაც. ეხლა შეიძლება სულაც აღარ ეხლა ეკლესიის აღარ დადიან სომხები თორე მარხვას ვინ ჩილის. მათი ტაძრები ეს უცარიელა. ჩვენთან ტაძარში ჯერ მარტო ზიარება რამდენი ხანი გრძელდება, ხო ნახავ? წადი სომხურ ტაძარში, ან სახურება რამდენი ხანი გრძელდება მონოფიზიტებში. ან თუ ვინმე ცხოვრობს ქრისტიანულად. რატო? იმიტომ რომ მკვდარია ეს ეკლესია, სული წმინდის მადლს მოკლებული. აი წყევის და შეჩვენების შემდეგ, მეოთხე მსოფლიო კრების შემდეგ, ეს არის ცარიელი ბუტაფორი. და თანაც ნახეთ რა წერია მარხვანში წერია საეკლესიო წიგნში, რომ ეს მარხვა ალაჯორის მარხვა ყოველთვის ემთხვევა მეზვერეს და ფარისევლის კვირას. ანუ ამ დროს დიდ მარხვა როცა იწყება, ჩვენ ყოველთვის
ხსნილი გვაქვს და პირდაპირ მიუთითებს ჟამს, ამჟამად და ესენი მარხულობენ და ჟამში პირდაპირ წერია რომ ესო ურჯულოებიო მონოფიზიტებზე ელაპარაკი. მარხულობენ და ჩვენო მათთან და არ ვიმარხულობთ და გავიხსენოთ და გავიხსნილოთ. ანუ მონოფიზიტებთან ერთად ლოცვა და ღვთისდიდება კი არა, მარხვაც კი არ შეიძლება. საეკლესიო წესი. რადგან თანამონაწილე თანაზიერი გამოდიხარ მათი თრუსწავლების. მაგრამ აქვე ვიდე სწორად გამიგოთ. ჩვენ სომხურ ეროვნებასთან კი არა გვაქვს საქმე. სომხურ ეთნოსთან. აქ ლაპარაკია სარწმუნოებას. მრევლში უამრავი ადამიანები ყავს. ჩვენ სომხები არიან, მონოფიზიტები იყვნენ, მართლმადიდებლები გახდნენ. ეს ხალხი ჩვენ მოვამზადეთ, ეს ყველაფერი აუხსენეთ, რაც ახლა გელაპარაკეთ. ეს ხალხი შეგნებულად მოვინათლა და დაუბრუნდა თავის მამა-პაპის სარწმუნოებას. დაახლოებით 30-40 კაცია მონოფიზიტ ყოფილი. ჩვენთან მრევლში, რომელიც სისტემატურად ეზიარება თითქმის ყოველ კვირას. და ისედაც მართლმადიდებლობისათვის და ქართულ ეკლესიაში წმინდა შუშანიკი ეროვნებით სომეხი იყო, მაგრამ ამხელა პატივში ყავს ქართულ ეკლესიას აყვანილი. რატომ? იმიტომ რომ მართლმადიდებელი იყო. წმინდა გრიგოლ პართელი, სომხების განმანათლებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრიგოლ პართელს ეს არ უსწავლებია სომხებისათვის. სომხები თავისთავად ახლა გრიგორიანელებს ეძახიან. წმინდა გრიგოლის სახელთან დაკავშირებით. ისევე როგორც თქვა ქართველებმა თავისთავად ნინოიანელები რომ დაუძახოთ. მაგრამ წმინდა გრიგოლი მონოფიზიტი არ ყოფილა, მართლმადიდებელი იყო. წმინდა გრიგოლს ის არ უსწავლებია სომხებისათვის, რასაც ახლა დღეს სომხები ლაპარაკობენ. ამიტომ ჩვენთვის აქ ეროვნულობას კი არა აქვს მნიშვნელობა, მე ამას ხაზს უსვამ. აქ თავარია სარწმუნოება. ქართველი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ისეთივე უცხო იქნება, ვთქვათ, ქართველი მონოფიზიტი, როგორც სომეხი მონოფიზიტი. ისევე გულში ჩასაკრავი იქნება, გინა რუსი იყოს, მართლმადიდებელი, გინა აფხაზი იყოს, გინა ოსი იყოს, გინა სომეხი იყოს, გინა აზერბაიჯანელი იყოს, აზერბაიჯანელებიც ეყოს მონოფიზიტი, მართლმადიდებლები. აბო თბილელი რა, ევრონებით არაბი არის, ხო? თბილისის მფარველი არის აბო თბილელი. ქართველი კი არის თბილისის მფარველი, არაბი აბო თბილელი. რაჟდენ პირველ წამებული ვინ იყო? სპარსი. ვახტანგ გორგასალი, სპარსელი. ანუ ქართველებისთვის ეროვნულობას და ეროვნული მომენტით ვიღაცის დაჩაგვრა მიუღება არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ეს. და ჩვენ ეს ესეთები იმიტომ რომ ეს მართლმადიდებლობამ გვასწავლა. ნახეთ პირველი წმინდანები საქართველოს ეკლესიისა ძირითადად არაქართველები არიან. მაგრამ როგორ შეისისლხორცა ქართულმა ეკლესიამ ეს ხალხი. ვინმე რო თქვა ახლა რომ ვახტანგ გორგასალი ქართველი არ იყო, არავინ არ დაიჯერებს. წმინდა ნინო კაბადოკიელი, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა სპარსელები, შუშანიკი სომეხი. ანუ მე ხაზი მინდა გავუსვრო, რომ აქ ჩვენ საუბრობთ სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობაზე. აქ ხშირად ფიქრობენ ხოლმე მონოფიზიტები რომ აი ახლა მე რო ან გინდა ქურთებზე არა მაქვს ახლა საუბარი, სომხებზე მაქვს საუბარი, აი მამო რომ მოვინათლო ესო ჩემი წინაპრების ღალატი ხო არ გამოდის და პირიქით კაცო. ეს არის სწორედ წინაპრების იმ რელიგიაზე დაბრუნება და ტრადიციაზე, რომელიც სომხებს ჰქონდათ დვინის მეორე კრებამდე. ახლა აჭარაში მცხოვრებმა მუსულმანმა ქართველმა ქრისტიანობა მიიღოს, ის წინაპრების ღალატია პირიქით. ჩვენ ხო ვიცით რომ მუსულმანობა ძალით როგორ მოახვიეს, სისხლითა და מחვილით მოახვიეს თავს. სისხლის დინარეები ადინეს აჭარაში, რა გააკეთეს, ხო ვიცით ჩვენ. და როდესაც აჭარელი ქრისტიანობას იღებს, ღალატობს თავის წინაპრებს პირიქით, თავის მამაპაპის ფერსებს უბრუნდება. ანდრია პირველწოდებულის და აჭარაში მოღვაწე უდიდესი წმინდანების, ტაოკლარჯელი მამების ფერსებს უბრუნდება, გრიგოლ ხანძთელის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ღალატი კი არ არის პირიქით სარწმუნოების დაბრუნება, ჭეშმარიტებას დაბრუნება. და კიდე ყველაზე მთავარი, მაი მონოფიზიტობის და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას. თქვენ იცით რომ ყოველ წელს იერუსალიმში აღდგომის წინა დღეს შაბათს ზეციდან გადმოდის ცეცხლი. ეს ცეცხლი გადმოდის მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში, მართლმადიდებლური კალენდრით გამოთვლილი აღდგომის დროს
იერუსალიმის პატრიარქის ხელში. ყოველ წელს სომხები ერთადერთხელ მოხდა, ხო ეს ცეცხლი ყოველთვის იერუსალიმის პატრიარქის ხელში გადმოდიოდა და ერთხელ 1559 წელი იყო, როდესაც ოსმალებმა დაიპყრეს პალესტინა, აიღეს მთელი პალესტინა და სომხებმა გადაუხადეს ფული ოსმალებს. და უთხრეს რომ მართლმადიდებლები არ შეუშვათ და ჩვენ შევავთ ქრისტეს საფლავზე ცეცხლის მისაღებად. მართლაც ესე მოხდა, მართლმადიდებელი პატრიარქი იერუსალიმისა დააყენეს ტაძრის გარეთ კარებთან. ანუ ქრისტეს საფლავში შუა ტაძარში არის და იქიდან არის მოცილებული დაახლოებით 40-50 მეტრი. მთელი მართლმადიდებელი მრევლი იდგა გარეთ და სომხების ეს მონოფიზიტი პატრიარქი იერუსალიმში შევიდა, დაიწყო ლოცვა, მაგრამ ამაოდ ცეცხლი არ წამოვიდა და უცბად დაიწყო გრგვინვა, როგორც ხდება ხოლმე და წამოვიდა ცეცხლი, დაეცა იმ სვეტს, სადაც დამწუხრებული იერუსალიმის პატრიარქი იდგა ხელში ჩამქრალი სანთელით, ეს სვეტი გაიპო, ცეცხლი ამოვარდა სვეტიდან, ეს სვეტი დღესაც გაპობილია შესასვლელში იერუსალიმის აღდგომის ტაძარში და ცეცხლი აეცო მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში. აი ამის შემდეგ რო ეხვეწო სომხების პატრიარქს, მარტო არ შევა ცეცხლის გადმოსატანად. მაგრამ ნახეთ რა სიძახიან სომხები. ჩვენ არ გჯერაო რომ მართლმადიდებლებიო ცეცხლს ზედთან იღებენ და ყოველ შესვლის წინ ჩხრიკავენ მარტ იერუსალიმის პატრიარქს. 5 საუკუნეა, წარმოიდგინეთ, 5 საუკუნე დაახლოებით. ყოველ წელს სომხების პატრიარქი ცეცხლის გადმოსვლის წინ ჩხრიკავს იერუსალიმის პატრიარქს, იმან ასანთი არ შეიტანოს. შემდეგ შეყვება შიგნით ტაძარში. ეს ტაძარი ქრისტეს საფლავში, საფლავი ორი ნაწილისგან შედგება, ერთი თვითონ საფლავი, მეორე ანგელოზის ტო, ანუ სადაც ანგელოზები გამოეცხადნენ მოციქულებს. თვითონ დგება ანგელოზის ტოაში, ქრისტეს საფლავში შედის მარტო მართლმადიდებელი პატრიარქი, იჩოქება, ლოცულობს, ზეციდან მოდის ცეცხლი და ედება ქრისტეს საფლავს, იქ აანთებს სანთლებს პატრიარქი და რო გამოდის სომხების პატრიარქი იმისგან გადაუკიდებს და გამოდის და გარეთ იქნებს, რომ მე ცეცხლი მაქვს ხელში. აი ეს არის მთელი მაგათი სარწმუნოება. აი ეს არის ნაყოფი მონოფიზიტობის. ანუ როგორიც სრულ სარწმუნოების მიმდევრებიც არიან, ისეთები ხდებიან უკვე. წარმოიდგინე შენი თვალებით ხედავ რომ ზეციდან ცეცხლი მოდის მართლმადიდებლების ხელში და ისე მონოფიზიტად რჩებოდე. მადლობა ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა არსენ კათოლიკოს, რომელსაც ესეთი დიდი ღვაწლი დაასდო ჩვენი ეკლესიისათვის და წმინდა მამებს ყველას. ვის თავიანთი ლოცვებით, თავიანთი სიტყვით, გადაგებით, ბრძოლით იცავდნენ ჩვენს ეკლესიას წვალებლობისაგან და საქართველოს ეკლესია მე შემიძლია პირდაპირ თამამად ვთქვათ, რომ არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც არასოდეს წვალებლობაში არ ჩავარდნილა. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევის შედეგი და ჩვენი დიდი წმინდა წინაპრების დამსახურება. და ჩვენც უნდა ვეცადოთ ესეთები ვიყოთ. თორე როგორც ალბანეთი აღიგავა მიწისაგან პირისა და სასომხეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა მე-11 საუკუნეში. აი ესეთი რამე და ბიზანტია აღარ არსებობს, აი ესეთი რამე დაგვატყდება თავს. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მრავალს დაგესწროთ.